დღევანდელ გადაცემაში წესით უნდა მომეთქრო რიგით მე-9 თბილისის მოდის კვირეულის შესახებ, რომელიც რიგი მიზეზების გამო სამწუხაროდ ჩაიშალა. თბილისის მოდის კვირეულმა სტარტი 2009 წლის ოქტომბერში აიღო. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ ქართველი თუ უცხოელი დიზაინერები სტაბილურად ქვეყანაში ქაოსური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე კოლექციებს მაინც გვთავაზობდნენ. ორგანიზატორებმა, რომელთაც ეს საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე აიღეს, წლიდან წლამდე უკეთ ორგანიზებულ მოდის ზეიმს გვთავაზობდნენ. პირველიდან მე-7 სეზონამდე მსოფლიო მოდის სამყაროში საკუთარი სახელის თქმა მოვახერხეთ. შედეგი რიგით მე-8 სეზონი, რომელიც 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, შეიძლება თამამად იმის აღნიშვნა, რომ მსოფლიო მოდის ნაწილი გავხდით. შევუერთდით ისეთ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციას, როგორიც არის Paris Planet Fashion. მისი დამფუძნებელი ფაროუკ ჩექოუფი ჩვენი საპატიო სტუმარი იყო. მე-8 სეზონი გამორჩეული იყო. სტუმრებს შორის იყვნენ იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა, ქუჩის მოდის ფოტოგრაფი ჯანლუკა სენესი, მოსკოვიდან მოდის კვირეულს ეწვია ბიურო 24/7-ის მთავარი რედაქტორი. ეს სტუმრების მცირე ჩამონათვალია. მთავარი შედეგია, სტუმრების სიმრავლეს უკვალოდ არ ჩაუვლია. მოდის კვირეულის შესახებ წერდნენ ცნობილი გამოცემები, ბიურო 24/7-ზე, ოფიციელი, ოკეი და კიდევ უამრავი წარმატებული გამოცემები. დიზაინერების და მოდის სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობა გამოცემებთან დღემდე გრძელდება. ამ წარმატების შედეგია, რომ მსოფლიო მოდის რუკაზე, რომელიც გვაუწყებს სად, როდის, რომელი ქვეყნის მოდის კვირეული იმართება, moda online.com-ზე თბილისი Fashion Week-მა როგორც იქნა ამოანათა და იმავე წელს მარცხი განიცადა. თბილისის რიგით მე-9 მოდის კვირეული გაზაფხული 2014 ჩაიშალა. თამო, როდესაც ქართველი დიზაინერები დიდ წარმატებას აღწევენ, იგივე შენ ჩვენებები და შოურუმები გაქვს იგივე პარიზში, ტრენოის შოურუმში და ამ დროს რამდენიმე კვირით ადრე იგებ რომ თბილისის მოდის კვირეული ჩაიშალა. შენი რეაქცია როგორი იყო და ხომ არ ნიშნავს ის რომ საზღვარგარეთ როდესაც ცდილობ და ქართველები არ გიწყობენ იგივე ამ ბიზნესში განვითარება, ამ მოდის ბიზნესში ხელს, ასე ვთქვათ, არ გიწყობენ. ამ სეზონზე ეს სეზონი არ ჩატარდება და ვფიქრობ რომ გასაგები მიზეზი იყო, იმიტომ რომ ძალიან ცდილობს თვითონ თბილისი Fashion Week-ის ორგანიზატორები ძალიან ცდილობენ რომ ეს სფერო განავითარონ. მე ვფიქრობ რომ განავითარეს კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი დიზაინერი დაიბადა ამ Fashion Week-დან, ძალიან ბევრმა ადამიანმა ახალი პროფესია დაიწყო, ესე ვთქვათ, დიზაინერობა. რაც რომ არა თბილისის მოდის კვირეული, ალბათ ბევრი დიზაინერი ვერც მოახერხებდა უცხოურ ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრებას. ხო, ეს არ ვიცი, შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ ვერც მოეხერხებიათ, მაგრამ ძირითადად ვერც დაიბადებოდა ბევრი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც ძალიან ხელს უწყობდა თბილისი Fashion Week. თეო, პირველ რიგში შენ კითხავ, იმიტომ რომ რა ვიცი, შენი წელიანშკები და უკვე კუბოკრული პალტოები, ასე ვთქვათ, დაწყებული ეველინა ხრომჩენკოთი, დამთავრებული ელენა პერმინოვათი უკვე ყველას გარდირობს ამშვენებს და წელსაც ძალიან მაგარ რაღაცას გეგმავდი თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში შოურუმს. და უცებ რამდენიმე კვირით ადრე გითხრეს რომ არა და თბილისის Fashion Week-ი აღარ ჩატარდება და შენი რეაქცია? ჩემი რეაქცია ძალიან გული დამწყდა და შევდივარ ყოველს მდგომარეობაში, იმიტომ რომ ძალიან გულით უნდოდათ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარებულიყო. ჩამოყავდათ ბევრი საინტერესო სტუმარი, ყველა ჩვენ დიზაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გავიდეთ ფარგლებს გარეთ და ვაჩვენოთ ჩვენ შემოქმედება სხვაგან. თეონა, დიდი ხანია შენი კოლექციები თბილისის მოდის კვირეულზე არ მინახავს რიგი მიზეზების გამო, თუმცა აქტიურად მუშაობ. თბილისელ მომხმარებლებს აქვთ შანსი რომ ეწვიონ შენ მოდის სახლს და მე მგონი რაღაც გეგმები გქონდა წლევანდელ მოდის კვირეულთან დაკავშირებით ამდენხნიანი პაუზის შემდეგ. კი, გეგმები როგორ არ მქონდა, უბრალოდ ვერ ვიღებდი აქამდე მონაწილეობას, რაღაც ჩემ კლიენტურას ვემსახურებოდი და ვერ შევძელი რომ კოლექციაც და ისიც გამეკეთებინა. რაც შეეხება თბილისი Fashion Week-ს და Fashion Week-ებს ძალიან გული მწყდება. ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში იმათთვის ვინც იწყებს ახლა, რომ რაღაც ახალი სახეები წამოვიდნენ, ბავშვები მოდიან, ძალიან ნიჭიერი თაობა არის, რომ დაინახოს და გაიცნოს ხალხმა. ძალიან რთულია, აი ესე მართლა კბილებით გაიტანო ამდენი ხანი აქამდე, აი ამ ქვეყანაში, სადაც მართლა არაფერი არ ხდება და რთულია ძალიან მესმის მოდაზე ლაპარაკი.
მაგრამ ნუ დასანანია რა ამდენ ხანს რო ხარ და მოგაქრო ესე უცებ თბილისის მოდის კვირეულთან დაინტერესება იყო უცხოელი დამწყები ნიჭიერი დიზაინერებისგან, იმიტომ რომ სწორედ მე ერთ-ერთი უცხოეთიდან მსურველისგან მივიღე ის, რომ მას აინტერესებდა, მომივიდა ესეთი მეილი და ეს არის თუ არა სიმართლე და აქედან გამომდინარე გავიგერო თბილისის მოდის კვირეული ჩაიშალა თბილისში. სტუმრების მისაღებად ორგანიზატორები მზად იყვნენ დიზაინერები კოლექციების საჩვენებლად. ამ ყოველივეს მიუხედავად თბილისის მოდის კვირეული წლევანდელ სეზონზე არ აღმოჩნდა პრიორიტეტული არც კულტურის სამინისტროსთვის, არც ბიზნეს სექტორისთვის. როგორც აღმოჩნდა, ისევ იმ წერტილზე ვიმყოფებით და საქართველოში არ თვლიან, რომ მოდის სამყარო კულტურის და ხელოვნების ნაწილია და ინსპირაციებიც სწორედ აღნიშნული სფეროდან მოდის და ეს მხოლოდ რა გვაცვია ამასთან არ ასოცირდება. ზურა, გაიგებდი, რომ უკვე Fashion Week-ი არ ტარდება და შენი რეაქცია, ასე ვთქვათ, თქვენ კი არ გაქვთ იმის პრობლემა, მოვლილი გაქვთ მსოფლიოს მოდის კვირეულები, ასე ვთქვათ, მილანი, პარიზი, კიევი. იცით რა, მაგ შემთხვევაში უფრო მეტად სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვაჩვენებ ჩვენ კოლექციას და აღარ გვაქვს ის საშუალება, რომ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ქართულ მომხმარებელს და ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი სიახლეები. ამიტომ ჩვენთვის უფრო სამწუხაროა ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხდება ეგეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩაშლა ამ სფეროში. მატერიალი ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი, რომელიც აღიარეს წინა წლის Fashion Week-ზე. და გიორგისთვის ამ შემთხვევაში ორი დიზაინერი წარმოადგენს ზოგადად ბრენდს. წინა Fashion Week-ზე ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო, ლიკუნა ჩიტაიამ და შენ წარმოადგენთ კოლექცია. იგივე უამრავი მოწვეული სტუმრის მოწონება დაიმსახურა და ასე ვთქვათ, მსოფლიო მოდის ასპარეზზეც რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. წელს კიდე როგორც ვიცი უკვე თითქმის მზად ჰქონდათ კოლექცია, თუმცა ორგანიზატორებისგან შეიტყეთ, რომ Fashion Week-ი აღარ გაიმართება ამ სეზონზე. კი, წელს ლაშა მდინარეზე გუდუ გამოდიოდა ჩვენი სახელით Fashion Week-ზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ აღარ ტარდება Fashion Week-ი. რაც სამწუხაროა, რადგან არ ყავს არანაირი მხარდაჭერა სპონსორებისგან, სახელმწიფოსგან, ანუ არ არის ეს სფერო საინტერესო მათთვის და იმედია, ოდესმე უფრო განვითარდება და უფრო დიდი ინტერესი იქნება ამ სფეროს მიმართ. დროა მაშინ გავაუქმოთ აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. მაინც ხომ არა პრიორიტეტულია. უამრავი ნიჭიერი ადამიანი მაინც ვეღარ წარუდგენს საზოგადოებას საკუთარ ნიჭს. ვინ გასცემს მოდის სფეროს წარმომადგენლებს პასუხს იმაზე თუ რა იგულისხმება არა პრიორიტეტულში. თუ ჯერ კიდევ ადრეა აღნიშნული სფერო ჩვენთვის, თუ საფუძველი არ ჩაუყარეთ, არც არასდროს იქნება პრიორიტეტული. აც უკვე შემდგარი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოდის კვირეულებთან შედარება ესე მარტივია. ბევრმა იქნებ ისტორიას გადახედოს. პირველი მოდის კვირეული ნიუ-იორკში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარდა 1953 წლის 20 ივლისს და წლებთან ერთად პოვა განვითარება სხვადასხვა ქვეყნებში. იმეც ვიტოვებ, რომ ეს დროებითია და მომდევნო მოდის კვირეულის პრესკონფერენცია უკვე საგანგებოს ნაცვლად დაგვიანოსებს კვირეულის თარიღს, მოწვეულ სტუმრებს და ლოკაციას. ჯანსაღს სხეულში ჯანსაღი სულია, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი სხეული ყოველთვის ჯანსაღად გამოიყურებოდეს, ამისათვის საჭიროა რიგი პროცედურების ჩატარება. და რა არის ამისთვის აუცილებელი თუ არა კომპეტენტური ადამიანის რჩევები. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამ ყოველივეს დაეთმობა და მოგცემთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროთ სწორედ საკუთარ თავს და გარეგნობას. როგორც არ უნდა შევეცადოთ გარეგნობის შეცვლა, რამდენი პლასტიკურიც არ უნდა გავიკეთოთ, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ცხოვრების წესი უნდა ვაქციოთ ჯანსაღად. პირველ რიგში თვალი უნდა გადავავლოთ კვებით, რაციოს. სხვათა შორის, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა, რომლის სახელიც ცელულიტია და რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში იჩინა თავი, დღესდღეობით ქალბატონების 90%-ს აწუხებს. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სიგარეტი აღმოჩნდა. ვიბრუნდებით ჯადოსნური ოთახიდან და უნდა ვისაუბროთ ყველაზე საჭირო და 21 საუკუნის პრობლემაზე. რა არის ეს თუ არა ცელულიტი და რაც მთავარია, საკმაოდ კომპეტენტურ ადამიანთან ერთად თან უნდა მოგესალმებით და დროა განვიხილოთ ეს
პრობლემა, რომელიც ნებისმიერ ქალბატონს აწუხებს. მამაკაცები ბედნიერები არიან, აღმოჩნდა რომ მათ ეს არ აწუხებთ. არასრულფასოვანი კვების ფონზე არის გამოწვეული. ხშირ შემთხვევაში არის როცა ორსულობაში იმატებს უკვე ცელულიტის რაოდენობა, ასე ვთქვათ, სხეულზე და ამისათვის საჭიროა იქნეს სწორი კვება შერჩეული, იყოს სწორი ცხოვრების წესი შერჩეული. ორ გამომხილოთ ტელემაყურებლებს ის რამდენიმე საკვები, რომელიც ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას. უნდა იყოს რძის პროდუქტი შერჩეული დღის რაციონში, უნდა იყოს ხორცი, ძირითადად ნახშირწყლები და არ უნდა იყოს რაღაც კალორიული საკვები მიღებული. ის რაღაც რამდენიმე საკვებია თუ ასე შემდეგ, რომელიც მტერია. ურჩიო ტელემაყურებლებს, რომ არასდროს არ მიიღოს. სიგარეტი რასტორე მიყავა, რომელიც ყველასთვის დღის რეჟიმში აწუხებს ზოგადად, ანუ მაგაზე არიან დამოკიდებულები. ფიტნესი ინგლისური სიტყვაა და fit შესაბამისობას კარგ ფორმაში ყოფნას ნიშნავს. იმისთვის რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, აუცილებელია ზუსტად შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფიტნესის სახეობა. თუ გსურს დავიკლოთ წონაში და განვავითაროთ თითოეული კუნთი, ამისათვის უნდა ვეწვიოთ სატრენაჟორო დარბაზს. ზუმბა ეს ყველაზე სწრაფი მეთოდია წონაში დასაკლებად. სტეპ აერობიკა წონის კორექციის გარდა გაგიძლიერებთ ფეხის კუნთებს, ხერხემალს, მუცლის პრესს. თუ კი თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი სხეულით და მხოლოდ ცალკეული დეტალები არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ მიმართოთ შეიპინგს. შეიპინგი ეს გახლავთ დინამიური ვარჯიშების ნაირსახეობა. თუ კი წონის პრობლემა არ გაწუხებთ და ყველაფერი ადგილზე გაქვთ, პილატესი იდეალური არჩევანია. მისი დახმარებით სხეული ხდება გაცილებით მიმზიდველი და მოქნილი. ვარჯიშები ატარებს გაწელვით ხასიათს და თქვენი თითოეული კუნთი ჩართულია. ამბობენ რომ ფიტნესი და ვარჯიშები უნდა შევარჩიოთ რაღაც ასაკის მიხედვით, მინთია თუ რეალობა ეს ყველაფერი ინტერნეტში მოვიძიე, ასე ვთქვათ. ეს ესია სწორი ინფორმაცია მოგიძიებიათ. ანუ როცა კლიენტი შემოდის ფიტნეს დარბაზში, იქ უკვე ინსტრუქტორი ხდება, რომელიც უკვე სწორ მიმართულებას აძლევს თითოეულ მომხმარებას. ანუ სწორად უნდა იქნეს ნებისმიერი პროცედურა შერჩეული და უკვე თვითონ ინსტრუქტორი წყვეტავს ამას. არსებობს რამდენიმე სახის ვარჯიშები, ზუმბა, ფიტნესი და პილატესი. რა სხვაობა, როდის რომლით უნდა დავკავდეთ, ასე ვთქვათ. ანუ ზუმბა არის, რომელიც უშუალოდ არის საკორექციო და წონაში დასაკლები, პილატესი არის, რომელიც უშუალოდ საკორექციო და ფიტნესი არის, როდესაც უკვე კუნთის სტრუქტურისთვის მუშაობ. ზოგიერთის მოსაზრებით შუაღესა, ზოგიერთის საღამოს თუ უბრალოდ როდესაც დრო გვაქვს, მაშინ დავვარჯიშოთ, თუ არის რაღაც გარკვეული დრო ამისთვის, რომელია სასურველი რეალურად თუ საღამო. და ასევე მაინტერესებს ამბობენ, რომ დილით, როდესაც ახალგამოღვიძებულია ორგანიზმი, არ შეიძლება ვარჯიშიო და მაშინ როდის უნდა ვივარჯიშო? ან დილას როცა გავიღვიძებთ, უკვე 2 საათის შემდეგ ორგანიზმი ჩვეულებრივ ღვიძავს და უკვე შეგვიძლია რომ ჩვეულებრივ დავუკავდეთ ფიტნესით და ვივარჯიშოთ. საღამოს როცა ვარჯიშობთ, უკვე უშუალოდ წონაში დასაკლებად არის ფანტასტიკური, როცა საღამოს ვარჯიშობთ და დილას უბრალოდ გასამხნევებლად. აღევით ჯანსაღი ცხოვრების წესს. შეგახსენებთ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ჯანსაღი სული დაგეხმარებათ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს აჩუქოთ ბედნიერება. პატარებსაც ისევე სჭირდებათ აყვნენ მოდის ტენდენციებს, როგორც მოზრდილებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დავეხმარო თითოეულ მშობელს და დღეს ვეწვიე კონცეპტუალურ მაღაზიას Lapin House. Lapin House ფრანგული იტალიური ბრენდი 35 წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავს 0-დან 16 წლამდე პატარების მოდურ გარდერობზე. Lapin House-ი თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან და მოდის სახლებთან, როგორებიც არიან Mamas, Papas, Burberry, Polo Ralph Lauren, Timberland, Donna Karan, Gucci, Hugo Boss, Blumarine, Moschino, Prada, Tots და Hogan. უკვე რამდენიმე სეზონია Lapin House-ის ოფიციალური ჭავჭავაძის 50 ნომერში მდებარე თბილისური მაღაზია პატარების საყვარელ საშოპინგო ლოკაცია და არის ქცეული. ბუტიკში წარმოდგენილი კოლექციით მათ აღარ სჭირდებათ დედიკოების გარდერობების თავდაყირა დაყენება. მათ Lapin House-ის კოლექცია აძლევთ შანსს არ ჩამორჩნენ დიდების მოდის ტენდენციებს.
ლაპინის თბილისურ მაღაზიაში ყველაფერია თქვენი პატარებისთვის, იმისათვის რომ მათ გაატარონ კომფორტულად ზამთრის სუსხიანი დღეები. როგორი გამზადებული ლუკი დახვდება თქვენს პატარებს ლაპინ ჰაუსის თბილისურ მაღაზიაში. თამჩემძლია ვთქვა, რომ თქვენი პატარები ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებიან და თავს ნამდვილ ფერიად წარმოიდგენენ, როდესაც ესეთ უმშვენიერეს და ლამას საღამოს კაბებს აღმოაჩენენ. უბოკრული კაბა. ეს ხომ must have ტენდენცია შემოდგომა ზამთრის სეზონზე დიდებისთვის, თუმცა პატარებიც არ ჩამორჩებიან ნამდვილად ჩვენს მოდურ გარდერობს. თბილისურ მაღაზიაში წარმოდგენილია Guess, Gas, Boss Hugo Boss, Ferrari, Gianfranco Ferre, Icebergis და Barberis კოლექციები. პატარებს ყოველდღიური და საღამოს კოლექციების გარდა ელიტ ნათლობის სამოსის კომპლექტები. შეიძლება ითქვას აღნიშნული კომპლექტი წარმოდგენილია მხოლოდ ლაპინ ჰაუსში. ასევე ძვირფასო დედიკოებო და მამიკოებო. სანამ თქვენი პატარები მაღაზიის გამოზიდვას შეეცდებიან, მანამდე თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი იტალიური ბრენდის ფეხსაცმელები აღმოაჩინოთ. ბატონო ნატა, თბილისურ მაღაზიაში შევნიშნე, გარდა იმისა, რომ ზოგადად ეს ბრენდი არის ოფიციალურად და ფრენჩაიზით თბილისში შემოსული, ასევე შევნიშნე მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები. კი, ჩვენ გვაქვს მამაკაცებისთვის კოლექცია ფეხსაცმლის, ასევე ქალბატონებისთვისაც გვაქვს ჩექმები და ფეხსაცმელები. იტალიური ფეხსაცმელია მხოლოდ და ეხლა გვაქვს უკვე ფასდაკლება ზამთრის კოლექციაზე 40%. Gas ნიშნავს 90-60-90 პარამეტრებით ყოფნა, თუმცა ეს რა შუაშია. ლაპინ ჰაუსში წარმოდგენილია კოლექცია 0-დან 16 წლის ასაკის ბავშვებისთვის. და ეს ყველაფერი არ არის ლაპინ ჰაუსის ზაფხულის სეზონის სრულ კოლექციაზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობ და ამასთანავე უახლეს შემოდგომა ზამთრის 2013-2014 წლის სეზონის კოლექციაზე ნაწილობრივ 50%-იანი ფასდაკლებით გეპატიჟებათ. წამყვანის ჩაცმულობაზე ზრუნავს ბრიტანული ბრენდი Marks & Spencer.